ოცნების პროპაგანდისტული იმედი ირწმუნება, რომ საქართველოში კვერცხი, ხახვი, ბრინჯი, ზეთი, ავოკადო და ვაშლი უფრო იაფია ვიდრე საფრანგეთსა და გერმანიაში. ტელეკომპანიამ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში საქართველოში პროდუქტისა და საწვავის ფასები ევროპის წამყვან ქვეყნებში არსებულ ფასებს შეადარა. მათ ამ ქვეყნებში მოქმედი ვალუტა ლარში დააკონვერტირეს. მანამდე ერთი დღით ადრე კობახიძემ თქვა, რომ საქონლისა და ღორის რბილ ხორცს 9 კილოგრამს 10 ლარად გვაყიდინებდა. რასაც ქართული ოცნება აკეთებს საკუთარი ქვეყნის რუსეთისთვის მიყიდვა ასეთი განცხადება გაკეთდა გუშინ ევროპარლამენტში საქართველოზე. კოშმარი კრემლის ჩრდილქვეშ დეზინფორმაციისა და მანიპულაციის საწვრთნელი პოლიგონი. ასე შეაფასეს ევროპარლამენტარებმა ოცნების ქმედებები. ბრიუსელში გაფართოების შესახებ კონფერენციაზე საქართველოში არსებული ვითარება რუსეთის წარმატების მაგალითად მოიყვანეს. საქართველოში რუსული გავლენის არსებობაზე საუბრობენ ამერიკაშიც. პუტინმა გააყალბა არჩევნები ბელარუსში, შეიჭრა უკრაინაში, ტოვებს ჯარს მოლდოვაში და ივანიშვილის გზით ერევა და აყალბებს არჩევნებს საქართველოში, განაცხადა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატის შეერაღებული ძალების კომიტეტში მოსმენაზე. რუსეთის ქალაქ პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარს 24 საათზე მეტია ვერ აკრობენ. ქარხანას უკრაინულმა დრონებმა 29 აპრილს გამთენიისას შეუტიეს. სავარაუდო ზარალი 100 მილიონს აღემატება.